მჟავიანობის მკურნალობაზე ვისაუბრებთ, იგივე გულძმარვაზე, იგივე გერდზე, გასტროეზოფაგალურ რეფლუქსს დაავადება. ბევრი წერს კომენტარებში, რომ აი მკურნალობის მერეც მაქვს სიმპტომები, ან რთული სამკურნალოა, ან რა უნდა ვჭამოთ, რა უნდა ვქნათ, ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ. როგორ აღწერენ პირველ რიგში გულძმარვას ადამიანები, დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში, ჭამის შემდეგ განსაკუთრებით, ან დაწოლისას, თუ ახალ ნაჭამზე დაწვება ადამიანი, წვის და წვის შეგრძნება საჭმლის ჭამის შემდეგ, აი მკერდის ძვლის უკან საყლაპავის გასწვრივ, ზოგი აღწერს როგორც ყელში გეგონება ბურთი მაქვს გაჩხერილი ასეთ შეგრძნება. ზოგი აღწერს რომ აი პირში ცუდი გემო მაქვს რაღაცა მომწარო გემო, აი ეს არის მჟავის ამოსვლის გამო. ზოგი ქრონიკული ხველა აქვს, მშრალი ქრონიკული ხველა, რომელიც არაფერს არ ემორჩილება და სინამდვილეში აქვს ეს მჟავიანობა, რომელიც არ არის დიაგნოსტირებული. სინამდვილეში რა ხდება ამ დროს? ჩვენ გვაქვს საყლაპავი, საჭმელს როცა ჭამთ, გაივლის საყლაპავს, მერე მიდის კუჩში. ზოგჯერ ეს საყლაპავი უნდა იხურებოდეს, საყლაპავის სფინქტერი აქვს ქვევით და უნდა იხურებოდეს და კუჭიდან მჟავას, ან კუჭიდან შიგთავს არ უნდა უშვებდეს უკან. მაგრამ აი ამ დროს, როცა ადამიანს აქვს გულძმარვის შეგრძნება, მჟავა ამოდის უკან. ამოდის საყლაპავში. შეიძლება ამოაღწიოს პირამდეც და ამიტომ რეგურგიტაციის შეგრძნება, ანუ გეგონება საკვები ამოვიდაო უკანო ესეთ შეგრძნება აქვს ადამიანს. ამისთვის არაა საყლაპავი გათვლილი. საყლაპავი არ არის გათვლილი იმისთვის, რომ მჟავას გაუძლოს და ნელ-ნელა ზიანდება იმდენად, რომ შეიძლება ბოლოს სიმსივნეს განვითარდეს საყლაპავში. ამიტომ არის, რომ უყურადღებოთ არ უნდა დატოვოთ არც ერთ შემთხვევაში, თუ კი ადამიანს აქვს მჟავიანობა. ახლა რას ნიშნავს გულძმარვა და აი რატომ ამბობთ გერდი მაგალითად, რა განსხვავებაა გასტროეზოფაგალურ რეფლუქსს დაავადებას და თქვათ მჟავიანობას შორის ან უბრალო გულძმარვას შორის. უბრალოდ გულძმარვა შეიძლება დაემართოს ნებისმიერს, ანუ შეიძლება შეჭამო ბევრი, უცებ წამოწვე და ეს საჭმელი უკან წამოვიდეს და იგრძნო გულძმარვა. ეს ნებისმიერ შეიძლება დაემართოს და შეიძლება მოხდეს 1000-ში ერთხელ ან ახალ წლებზე და ასე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს გერდი. გერდი როცა აქვს, სიმპტომები ძლიერია, პერსისტენტულია, მუდმივია, სიმპტომები ეს დისკომფორტი, გულძმარვის შეგრძნება, შეიძლება ყოველი საჭმლის ჭამის მერე ემართებოდეს ადამიანს. შეიძლება ყლაპვა უჭირდეს და ასე. ანუ ამით განსხვავდება, რომ გერდი არის გასტროეზოფაგალურ რეფლუქსის დაავადება, უკვე არის დაავადება, რომელსაც აქვს მთლიანი ფორმა და მუდმივი სიმპტომები. აი მაშინ როცა თქვათ უბრალო გულძმარვა შეიძლება დაემართოს ნებისმიერს, რომელსაც არ ქონდეს რამე დაავადება, არც მოდუნებული სფინქტერი არ ქონდეს საყლაპავის, მაგრამ მაინც დაემართოს. ახლა თქვათ, როდის ინიშნება ხოლმე პირდაპირ მკურნალობა და როდის არის აუცილებელი დამატებითი კვლევები. აქვე გავაკეთებ იმას, რომ ნებისმიერ სამედიცინო გადაწყვეტილება ჯობია რომ ექიმის მეთვალყურების ქვეშ მიიღოს ადამიანმა, მაგრამ რასაც წერ ცოდნისთვის. განათლების მიზნით. ახლა თქვათ, რა დროს არის საჭირო დამატებითი კვლევები და როდის შეიძლება პირდაპირ მკურნალობის დანიშნა. თუ კი ადამიანი არის 50-60 წლის ზევით და დაეწყო ამ მჟავიანობის გულძმარვა და ესეთ სიმპტომები, ჯობია რომ გაიკეთოს ენდოსკოპია ყველა შემთხვევაში. პირდაპირ არ დაიწყოს მკურნალობა. ასევე თუ ადამიანს აქვს მუდმივი სიმპტომები, ძლიერი სიმპტომები, რომლებიც თვეების განმავლობაში გრძელდება, ან წლების განმავლობაში, ან ყლაპვა უჭირს, ან ძლიერი ტკივილის შეგრძნება აქვს ყლაპვისას, ან ანემია აქვს მნიშვნელოვანი, ან სისხლდენა აქვს, მაგალითად შავი განავალი, კუპრისფერი განავალი, რომელიც სისხლდენაზე მიუწევს, მაშინ ენდოსკოპია უნდა გაიკეთოს აუცილებლად. რატო? იმიტომ რომ პირდაპირ მკურნალობა რომ დაიწყოს ადამიანმა შეიძლება შეიღბოს ცუდი მაგალითად ამ შემთხვევაში სიმსივნის სიმპტომები და მკურნალობა დაგვიანდეს. აი არ არის კარგი ვარიანტი. ამიტომ აუცილებელია ენდოსკოპიის გაკეთება, რათა დადგინდეს ზუსტად რა არის მიზეზი. შეიძლება წყლული იყოს მაგალითად და გერდის მკურნალობა საკმარისი არ არის, როცა წყლულია. ამიტომ საჭიროა ენდოსკოპია.
თუ ადამიანი ახალგაზრდა, თუ სიმპტომები ძალიან ძლიერი არ არის და არც წლები არა რაც გრძელდება ეს რეფლუქსი და არც თვეები, მაშინ შესაძლებელია პირდაპირ მკურნალობის დანიშვნა. ეხლა ყველაზე მთავარი რა არის? მარტო მკურნალობა, მარტო წამალი არ უშველის, აუცილებელია ცხოვრების ფაქტორების მოდიფიცირება. პირველი არის წონაში კლება, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ეს რეფლუქსი ასოცირებულია პირდაპირ ჭარბწონასთან. აუცილებელია კვების პორციების დაკლება, ანუ ერთხელ და ბევრის ჭამას ჯობია რომ ცოტა და შედარებით ხშირად ჭამო, რადგან აი ეს ერთხელ და ბევრი ზუსტად კუჩი იწვევს მაღალ წნევას, ეს წნევა აიძულებს მე რომ შიგთავსი ამოვიდეს ზევით. შესაბამისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეგეც გერდისთვის. უნდა აიცილო ანუ პატარა პორციები. ღამე ჭამა უნდა აიცილო თავიდან და 2-3 საათით ადრე მაინც არ უნდა ჭამო ჭამამდე, იმისთვის რომ ეს რეფლუქსი შემცირდეს. საკვები, მაგალითად ალკოჰოლი, შოკოლადი, კოფეინი, მწარე საკვები, ცხიმიანი საკვები, კარბონირებული შუშხუნა საკვები რაც არის, სასმელი რაც არის, პამიდორი და პამიდორის დამზადებული პროდუქტები, მჟავე რაც არის, ციტრუსები, მინტი, რომელიც ასევე ესეც საყლაპავის სფინქტერს ადუნებს და მჟავეს უშვებს ზევით. ჭამის მერე ეხმარება საღეჭი რეზინის დაღეჭვა რამდენიმე წუთის განმავლობაში, ეხმარება რომ ბევრი ნერწყვი წარმოიქმნას, ნერწყვი ჩავიდეს და ამ მჟავას რომელიც ამოდის ანეიტრალებს, ამიტომ ეგ ეხმარება. თავის აწევა, თავი რო აწიო, დაახლოებით 20 სანტიმეტრი, 20-30 სანტიმეტრით დაწოლის წვები, ანუ ზევით კონდეს საწოლიდან. იყიდება სპეციალური ბალიშები, რომელიც თავს წევს ზევით. ჭამის მერე დაახლოებით 1 საათი, ან ნახევარი საათი, რომ ან იაროს, ან მინიმუმ იჯდეს ადამიანი, კარგია, ან იდგეს, რომ გრავიტაციის ზალი საჭმელი ჩავიდეს ქვევით და არა ზევით. ანუ მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ უნდა იჯდე რა და სასურველია, რომ ან იარო, ან იდგე, ეგ კიდე უპირატესობა და მარცხენა მხარეს ძილი, ანუ მარცხენა მხარეს ძილი ეხმარება, რომ მჟავა არ ამოვიდეს უკან საყლაპავში, არამედ დარჩეს კუჩი. კუჩის მდებარეობა ისეთია მოკლედ, რომ მარცხენა მხარეს თუ გძინავს, მჟავა არ ამოდის ზევით, ამიტომ მარცხენა მხარეს ძილი ამ მხრივ მკურნალობის ნაწილია. ეხლა რა არის ძირითადი მკურნალობა? ძირითადი მკურნალობა არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და გაგიათ ალბათ ყველას ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რებეპრაზოლი. ანუ ეს პრაზოლები რას აკეთებს? პროტონული ტუმბოს აჩერებს, მოკლედ ენზიმურ ფერმენტულ სისტემას აჩერებს კუჭში, კუჭის პარიეტულ უჯრედებში, ანუ კუჭის უჯრედებში, რომელიც მჟავას გამოყოფენ და მჟავას აღარ გამოყოფენ ეს უჯრედები. ცოტა გამოიყოფა მჟავა და ეს ნიშნავს, რომ ცოტა მჟავა ამოვაზევით, ნიშნავს, რომ დრო ექნება, რომ მათ შორის საყლაპავსაც რომ შეხორცდეს, თუ კი დაზიანებულია. თავიდან ინიშნება ომეპრაზოლი ან შესაბამისი 20 მილიგრამის ოდენობით, ომეპრაზოლი ან მისი შესაბამისი დოზა სხვა. დღეში ერთხელ, როგორც წესი დილაობით, კვებამდე დაახლოებით 1 საათი ადრე ან ნახევარი საათი ადრე, დაახლოებით 8 კვირის განმავლობაში. ეს ამ პერიოდში სიმპტომები თუ გაუმჯობესდა, კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ეს არის გერდი, ანუ რეფლუქსია და მჟავიანობაა და სწორად მიდის ყველაფერი. თუ გაუმჯობესდა და ბევრ შემთხვევაში 8 კვირა საკმარისია ხოლმე 4-დან 8 კვირამდე, რომ ადამიანი განიკურნოს. დაახლოებით 70% შემთხვევებს ეს შველის. თუ არ შველის, მაშინ ენდოსკოპია, რომ გამოიკვლიო რა ხდება, ან მიზეზი სხვა ხო არ არის, სხვა რამე. თუ სხვა არაფერი არ არის და ეგ არის დოზის გაზრდა შესაძლებელია, მაგალითად 2-ჯერ დღეში ინიშნება ხოლმე. ხანგრძლივად მიიღება, ახლა ზოგი წლები რო იღებს ომეპრაზოლს ან ლანსოპრაზოლს ან პანტოპრაზოლს, არ შეიძლება, რადგან იწვევს დეფიციტებს, სხვა B12 ვიტამინის, მაგალითად, კუჭის ატროფია გამოიწვევს, შეიძლება გაზარდოს რისკი კუჭის სიმსივნის, ამიტომ დიდხანს მიიღება წლების განმავლობაში არ შეიძლება.
თუ საკმარისი არ არის ხოლმე ომეპრაზოლი ან პროტონულ ტუმბოს ინჰიბიტორები, მერე ამატებენ HOR რეცეპტორის ბლოკერს, მაგალითად ფამოტიდინი, ნიზატიდინი, რანიტიდინი აღარაა რეკომენდირებული უსაფრთხოების გამო და ეს HOR ბლოკერები მოქმედებენ ჰისტამინის რეცეპტორებს და ბლოკავენ და ამცირებენ კუჭის წვენის გამოყოფას, მაგრამ უფრო სუსტები არიან ვიდრე პროტონულ ტუმბოს ინჰიბიტორები. ამიტომ როგორც დახმარის საშუალებას ესე ნიშნავენ ხოლმე, მაგალითად ღამე იღებს ადამიანი თქვა ომეპრაზოლს და ღამე ძილის წინ მიიღებს ამასაც, რომ მით უმეტეს ღამის განმავლობაში არ წარმოიქმნას მჟავა, რომელიც არ ჭირდება ამ შემთხვევაში ორგანიზმს. პროკინეტიკული საშუალებები ასევე გამოიყენება. ეგ რა დროს თუ კი კუჭის დაცლა არის შენელებული, ან უბრალოდ უნდა აჩქარონ კუჭის დაცლა, იმიტომ რომ ეს პროკინეტიკები, მაგალითად მეტოკლოპრამიდი, ან დომპერიდონი, ან დაბალი დოზით ერითრომიცინი, ესენი აჩქარებს კუჭის დაცლას. და რო აჩქარებს, ჩქარა გადაადგილდება საკვები და მიდის ქვევით მჟავა და არ ამოდის ზევით. ეს არის მექანიზმი, ოღონდ ახლა იტყვის ადამიანი რომ მაშინ ძალიან მშვენიერი, მოდი ყოველთვის მიიღებ. არ შეიძლება ყოველთვის მიიღება, იმიტომ რომ მაგალითად ამ მეტოკლოპრამიდს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები აქვს, დომპერიდონსაც. ამიტომ არ არის რეკომენდირებული ყველასთვის. მარტო იმ შემთხვევაში თუ იცი რომ კუჭი ნელა იცლება, მაგ შემთხვევაში რეკომენდირებულია. და ისიც ხანგრძლივი დროით განმავლობაში მიიღება არა. დომპერიდონი და ერითრომიციტინი უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა, მაგრამ ისინი არ არიან პირველი რიგის მკურნალობა, ან მათი გამოყენება ყოველთვის არ არის რეკომენდირებული. ბაკლოფენი არის ესეთი კიდე ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ საკლაპავის სფინქტერის მოჭერას აძლიერებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რბილად რომ უბრალოდ რო შევთქვათ სფინკტერის მოვალება არის რომ აი ეს შეიკუმშოს არ გაატაროს არც იქიდან არც აქედან მჟავა ამ შემთხვევაში და ბაკლოფენი აი ამას მოჭერას ზუსტად აი სფინქტერი რომ იყოს მჭიდროდ აი ამას უზრუნველყოფს ამასაც ესეც არ არის უსაფრთხო, ამიტომ რთული შემთხვევებისთვისაა შემონახული, ამიტომ თუ კი რთული შემთხვევა არ არის რეკომენდირებული, მაგრამ თუ აი მკურნალობას არ იმორჩილება კარგად ან იმკურნალა დაეწყო, ესე დროს ისიც ხანმოკლე დროით გამოიყენება და ისიც დაბალი დოზებით გამოიყენება ხოლმე, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ახლა ანტაციდები რა არის? ანტაციდები არის აი დასალევები როა, რომელსაც დალევ და ეგრევე გულზმარავს რომ მოგიხსნის, ეგ შეიძლება მაგნიუმის რძე იყოს, შეიძლება თუთიაზე იყოს დამზადებული, კალციუმის კარბონატი, სხვა ნაირებია, მოკლედ ყველა ეფექტურია თითქმის და ჯამში უსაფრთხოდ მიიჩნევა, ოღონდ ეგა სიმპტომური მკურნალობა, ანუ ეგ ვერაფერს ვერ შველს, უბრალოდ მომენტალურად მჟავას გაანეიტრალებს და ადამიანი იგრძნობს თავს უკეთესად, ანუ რამე სამკურნალო ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს, უბრალოდ მომენტალურად სიმპტომების სამკურნალოა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ალგინატები არის კიდე, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და კარგია, გავისკონი მაგალითად, ანუ რომელიც ქმნის დამცავ ფენას კუჭში და ხელს უშლის მჟავას ამოსვლას. და ეს დამცავი ფენა საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს და ადამიანები ჭამის მერე მაგალითად ან დაწოლის წინ, რომ ეს მჟავა არ მოვიდეს უკან. თან უსაფრთხოა, ანუ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა და ამიტომ მოკლედ გავისკონი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. როგორც დამხმარე, არა როგორც ძირითადი სამკურნალო, მაგრამ როგორც დამხმარე მნიშვნელოვანია, ვისაც რთული შემთხვევები აქვს. სუკრალფატი კიდე, ესეც დამცავ ბარიერს ქმნის, იგივე ვისაც საყლაპავში ეროზიები აქვს, ან წყლული აქვს, ან კუჭის წყლული აქვს. ამ დროს დამცავ ბარიერს ქმნის საწვრთნელებელ სისტემაში და მჟავისგან ნაკლებად ზიანდება. ეს სუკრალფატი დღეში რამდენჯერმე მიიღება, მაშინ როცა ადამიანი არის ცარიელი მუცლი, ცარიელი კუჭით, მოკლედ, როცა დიდი ხანი არ უჭამია, ეგ არის მანდ ისა უსაფრთხოება ძალიან მაღალი აქვს, უსაფრთხოდ მიიჩნევა, ზოგ შემთხვევაში იწვევს შეკრულობას. ეს ალგინატები და ეს სუკრალფატი მიიჩნევა ძალიან უსაფრთხოდ და საკმაოდ ის არის
ეფექტურია და უსაფრთხოა და ქირურგია არის რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია კეთდება გააჩნია კონკრეტულად რაშია საქმე სულ სხვა გზა აღარ რჩება მოკლედ ან თუ სერიოზული მდგომარეობა ქირურგიული ჩარევა აუცილებელია ქირურგიასაც მაღალი ეფექტურობა აქვს თუმცა როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში ემორჩილება ეს აი ამ წამლებით ან წამლების კომბინაციით მკურნალობას 90% მეტ შემთხვევა ემორჩილება წამლებით მკურნალობას ძალიან იშვიათი შემთხვევებია როცა ქირურგია ხდება საჭირო აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა და მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის